დახმარებლად საქველმოქმედო აუქციონს მართავს. Სულ 21 ლოტია წარმოდგენილი, მათ შორის ნახატები, ხელნაწერები, აუდიო ფაილები და პრეზიდენტ მარგველაშვილის პირადი ნივთებიც კი. აუქციონში წლის და საუკუნის სახელების ნომინანტები ჩაერთვებიან, შემოსული თანხა კი მთლიანად მოხმარდებათ სტიქიით დაზარალებულებს. თამარ ტომარაძე ესწრება აუქციონს და ახლა გვეტყვის რა თანხა შეგროვდა ამ ეტაპისთვის. თამარ. ჯერჯერობით უცნობია თანხის რაოდენობა, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ აუქციონი საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს, რადგანაც ამ ეტაპზე უკვე გაიყიდა რამდენიმე ნივთი საკმაოდ ძვირად. მათ შორის აუქციონზე გაიყიდა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მიერ აუქციონზე გამოტანილი უნიკალური თვისებებისა და იშვიათი ზომის ონიქსის ქვა აღნიშნული ნივთი გაიყიდა $3,000. სულ აუქციონზე გამოტანილია 21 ლოტი, მათ შორის არის ქართველი მწერლების ნამუშევრები, მხატვრების ნამუშევრები, პოეტებისა და მწერლების ხელნაწერები, წიგნები, ავტოგრაფებით, ასევე გურამ საღარაძის აუდიო ჩანაწერი და როგორც ჩვენ აღნიშნე, აუქციონზე ასევე გამოტანილია საქართველოს პრეზიდენტის მიერ პერანგის ვერცხლის სახელურები. ორგანიზატორები და აუქციონში მონაწილე ადამიანები ვარაუდობენ, რომ დღეს საკმაოდ მასშტაბური თანხები შეგროვდება, რაც საბოლოოდ სტიქიით დაზარალებულთა საბანკო ანგარიშზე გადაირიცხება. მიხარია რომ აი ასეთი რამე მოიფიქრეს და ის ფული რომელიც შემოვა ეს თანხა იმათ მიეცემა ვინც აი საშინელება გადაიტანეს. პირველ რიგში ველოდებით ძალიან დიდ აქტიურობას, მგონია რომ ბევრი თანხა უნდა შეგროვდეს, საკმაოდ იმიტომ რომ ლოტები არის ძალიან საინტერესო, მართლაც განსაკუთრებული, იქნება ეს პირადი ნივთები, ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, ძალიან ცნობილი სახელები და ცნობილი ავტორები გაჟღერდებიან დღეს აქ და ამიტომ დიდ შემოსავალს ველოდებით, რაც მთავარი ფუნქციაა დღევანდელი საღამოს. ძალიან მნიშვნელოვანია რომ ამ სტიქის აღმოსავლად გვერდით დადგნენ არა მარტო მოხალისეები და თქვა სახელმწიფო უწყებები, არამედ ამ მხატვრები, ხელოვნები, საგამომცემლო სახელება თავისი ჟურნალისტის წარდგინებას მისცა საქველმოქმედო ელფერი. ჩვენ შევეცადეთ რომ აქცია მასშტაბური ყოფილიყო, ჩვენი წლის და საუკუნის ოქროს სახეები, რომლებიც ტრადიციულად ჯილდოვდებიან ენციკლოპედიური გამოცემა სახეების წარდგენისას, ეს ხალხიც სრულიად ჩაერთო ამ ღონისძიებაში. ეს სრული ჩართულობა საზოგადოების ამ ღირსეული წევრების, ვიცი რომ ძალიან კარგ შედეგს მოგვიტანს და დავეხმარებით იმ ადამიანებს, ვისაც დღეს ძალიან სჭირდება დახმარება. საქველმოქმედო აუქციონის ორგანიზატორი არის საგამომცემლო სახლის სახელები. წელს ისევე როგორც გასული 12 წლის მანძილზე საგამომცემლო სახლი აუქციონის დასრულების შემდეგ დააჯილდოვებს წლის და საუკუნის სახელებს. ეს თამარ ტომარაძე იყო, რეკლამის შემდეგ გაგაცნობთ მოსამართლის გადაწყვეტილებას კაბელების საქმეზე. ქალთა მიმართ თვალთვალი და არასასურველი კომუნიკაცია 2 წლიანი პატიმრობით დაისჯება. შემუშავებულია რევოლუციური ცვლილებათა პაკეტი. იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა, რაც ცვლილებები შევა 20-მდე კანონში. ნებისმიერი მოძალადე, თუნდაც ხალი იყოს მოძალადე, ისიც კი უნდა დაისაჯოს. სქესი, ძალადობა და კანონი ქრონიკაში. ზაფხულის ეთერის გასართობი გადაცემების სპონსორია ჯეოსელის როუმინგი. იმოგზაურეთ საზღვარგარეთ ნომრის შეუცვლელად ყველაზე იაფად, მხოლოდ 25 ტეტრად. სეზონის სპონსორია რიკო კრედიტი. იპოთეკური სესხები 1.9%, ლომბარდი 1.9%. რიკო კრედიტი. სეზონის გასართობი გადაცემების სპონსორია ზედაზენი. ზედაზენი. აბარა. ახალი ხაზბენი ლუც მიზეზე არ სჭირდება. მაგთის ოფისებში შეიძინე 4G მოწყობილობები, 4G USB მოდემი 105 ლარად, 4G უსადენო Wi-Fi მოდემი თვეში 16 ლარიდან და მიიღე საჩუქრები 1000 მეგაბაიტი და 20%-იანი ფასდაკლება ინტერნეტ პაკეტებზე პორტალიდან MyMagti მთელი ზაფხულის განმავლობაში. ფაფუკი ცომის დასამზადებლად ვიყენებთ მაღალი ხარისხის ფქვილსა და კარაქს. რათა ორცხობილა ისეთი გემრიელი გამოვიდეს, როგორიც ჩვენ გვიყვარს. არ აქვს მნიშვნელობა, ვანილი უფრო გიყვართ, შოკოლადი თუ კრემ-ბრიულე, რადგან რბილ და ხრაშუნა ორცხობილაში სამივე ძალიან გემრიელი. ნაყინი სენდვიჩი, სიგრილე, რომელიც გათბობს.
მე კარგად მახსოვს ეს. ჩემი პირველი გასეირნება, ჩემი პირველი ნამდვილი ველოსიპედით. ვიგრძენი რომ შემეძლო წავსულიყავი სადმე. პირველად სულაც არ გეგმავ. მაგრამ ისინი რეცხავენ არეელით, რომელიც უკეთად შორებს ლაქას სხვა პრემიუმ სარეცხ საშუალებებთან შედარებით. პირველი რეცხვისას. არეელი აკეთებს სწორად პირველივე ჯერზე. როცა საზღვარგარეთ მიდიხართ, თან მხოლოდ ის უნდა წაიღოთ, რაც აუცილებლად გჭირდებათ. საძიებო სისტემა. სოციალური ქსელები. GPS ლუკა. კიდევ ელექტრონული პოსტა. ერთი სიტყვით მობილური ინტერნეტი. თან ეს ყველაფერი დაუჯერებელ ფასად. მხოლოდ 2 ლარ 9 დღეში. წაიღე მობილური ინტერნეტი როუმინგში. აირჩიე სასურველი ინტერნეტ პაკეტი ყველაზე დაბალ ფასად და გამორიცხე ზედმეტი ხარჯები. ჯეოსელი მობილური ინტერნეტი მობილური თაობისთვის. პატარას მუცელი აწუხებს, მიეცით ესპუმიზანი. ესპუმიზანი მოქმედებს სწრაფად და სათუთად. ხმაურიან და შებერილ მუცელს ესპუმიზანი უშველის უცებ. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას. გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. ჩვენ შევქმნით საბურავები, რომლებიც გაძლევთ საწვავის ეკონომიას და უფრო ხანგრძლივად გემსახურებათ რთულ გარემო პირობებშიც კი. ეკოპია, ეკონომია მოძრაობაში. Bridgestone. შეიძინეთ თეგედა მოტორსის ცენტრებში. ვირუს შენ წაკახა. რა ვქნა ახლა მობილური დაგირეკო რომ მოგხედო ახლა. აბა რომლის უნდა დამირეკო? ორორის უნდა დადიხარ. ესენი ავსებენ ერთმანეთსა. ავსებენ არა? ამ ჯიბსა ორნევაში გაცლი? მაი და პური გოჭამე, რა გინდა შენ ბოლო-ბოლო? ელა, ერთი უნდა კონდეს და ნაღდი. გაიგე? მაგთი კავშირი თქვენ სამყაროსთან. ელიტ ელექტრონიკში შეიძინეთ საუკეთესო ხარისხის ბოშის კონდიციონერი 400 ლარამდე ფასდაკლებით და შექმნით თქვენთვის სასურველი ამინდი თქვენ სახლში. მე მიყვარს ჩემი სამშობლო. ქედნების ფრთებით ნახატი. კლდეში რომ ხევი იწყება მყინვარის გამონახადი, ლექსების ცრემლად იღურება ნაკადულების რაკრაკი, როცა მზე შუბლზე იხრება როგორც დაისის არაკი, ლახსამკაულად ლივლივებს ჩემი სამშობლოს ფერები, სევდაშიც შენით ვილხინებ, სიმღერად დავიწერები. ახლა უკვე ლუდი მთიელი იხარშება ქართული ველური სვიის გამოყენებით. ჩიპსი ფრიქსი წარმოგიდგენთ. ფრიკული გართობა ნომერი 24. ქაღალდბურთი. ფრიკული თამაშები Sides of Freaks Fun G. ფრიქსი, ვისაც უნდა თამაში. წარმოუდგენლად მძლავრი smartphone P90, ბატარეის სიმძლავრე 4000 მAh, პროცესორი Intel Atom, Lenovo P90. ჩვენ შევქმნით საბურავები, რომლებიც გაძლევთ საწვავის ეკონომიას და უფრო ხანგრძლივად გემსახურებათ რთულ გარემო პირობებშიც კი. ეკოპია, ეკონომია მოძრაობაში. Bridgestone. შეიძინეთ თეგედა მოტორსის ცენტრებში. საღამოს გასართობი გადაცემების წამდგენია მაგთი, შეიძინე 4G მოდემები და მიიღე საჩუქრები 1000 მეგაბაიტი და 20%-იანი ფასდაკლება ინტერნეტ პაკეტებზე პორტალიდან mymagti.com. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ექსპრეს ბანკი. ყველაზე მარტივი ბანკი საქართველოში. ექსპრეს ბანკში სესხის აღება ყველაზე მარტივია. ექსპრეს ბანკი. მარტივია. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია თოლია საოჯახო. შექმენი, შენი ნაღელი. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია ლუდი კოზელი. იხარშება ჩეხეთის გულში 1874 წლიდან. საღამოს გასართობი გადაცემების სპონსორია სმაილი. მხოლოდ სმაილში კონდიციონერი და მონტაჟი თვეში 39 და მაცივარი თვეში 29 ლარიდან. სმაილი ტექნიკა თქვენი გაწყობისთვის.
ეს არის ქრონიკა 8-ზე. 8 თვიანი პატიმრობა სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებით დასრულდა. კაბელების საქმეზე დაკავებულ 5 თანამშრომელს მოსამართლემ გირავ არ დააკისრა და თავისუფალი დემოკრატების 5 დეპუტატის თავდებობა საკმარისად მიიჩნია. დაკავებულებს თავდებში პარლამენტის სხვა წევრები და მინისტრები უდგებოდნენ, მათ შორის თავდაცვის მოქმედი მინისტრიც. პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის მიზეზად წინასწარი პატიმრობის ვადის ამოწურვა დაასახელა, თუმცა ბრალდებისთვის მოსამართლე დავით ჯუღელის გადაწყვეტილება გათავისუფლება გირავოს გარეშე მაინც მიუღებელი აღმოჩნდა. ნათია სონგულაშვილი ესწრებოდა დღეს სასამართლო პროცესს. ბრალდებულები დავით ჯუღელმა პირადი თავდებობის საფუძველზე გაათავისუფლა. გადამწყვეტი თავისუფალი დემოკრატების 5 დეპუტატის გვერდში დგომა აღმოჩნდა. ნამდვილად ველოდით გვეტოვებიან არარსებულ დანაშაულს. დღესაც არ ვიცი რის საფუძველზე დამდეს ბრალი. მოსამართლემ ბრალდების მხარი შუამდგომლობა არ გაითვალისწინა. ნუგზარ კაიშაური, გიზო ღლონტი, დავით ციფურია, გიორგი ლობჟანიძე და არჩილ ალავიძე 10,000 ლარიანი გირაოს გარეშე თავისუფლებაში აღმოჩნდნენ. 8 თვიანი თითქმის ტყვეობა დასრულდა ჩვენი დაცვის ყოფების და ველოდებით საქმეზე გამამართლებელ განაჩენს ამ შემთხვევაში. ბრალდების მხარე კი მოსამართლის არგუმენტებს არ იზიარებს. დღესაც არსებობს ის რისკი და ის საფუძვლები, რომ ბრალდებულებმა შესაძლებელია ჩაიდინონ დანაშაული, მოწმეებზე მოახდინონ ზეგავლენა, შესაბამისად ან არ გამოცხადდნენ სასამართლოში, თუმცა ჩათვალა რატომღაც, რომ პირადი თავდებება უზრუნველყოფდა ბრალდებულების პირად ქცევაზე კონტროლს, რასაც არ ეთანხმება ბრალდების მხარე. დარბაზში იმყოფებოდა თავდაცვის ყოფილი მინისტრიც. ირაკლი ალასანიას შეფასებით მოსამართლის ამ გადაწყვეტილებით უსამართლობა დამარცხდა. სიმართლისთვის ბრძოლა ბოლომდე ღირდა. მე ულოცავ მთელ საქართველოს, მართლაც ღევანდელი გადაწყვეტილება არის ზეიმი სამართლიანობის. და მე როგორც დღეს დამარცხდა უზნეობა და უსამართლობა, ისე დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას. დაცვის მხარე ახლა ბრალდებულებისთვის სისხლის სამართლის დევნის შეწყვეტას ითხოვს. შუამდგომლობის განხილვა 26 ივნისისთვის გადაიდო. ეგრეთ წოდებული კაბელების საქმეში 5 ბრალდებული წინასწარ პატიმრობაში დაახლოებით 8 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. მათ ბრალად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5 მილიონ ლარამდე თანხის გაფლანგვა ედებათ. ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მიზნით კანონმდებლობა ძირეულად იცვლება. თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაცია, მუქარა, შეურაცხყოფა. ამ ყველაფერს ერთი ტერმინი ადევნება გააერთიანებს, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი იქნება. ცვლილებების ავტორი იუსტიციის სამინისტრო იმედს გამოთქვამს, რომ ინიციატივები ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვასა და დახმარებას უფრო გაამარტივებს. დამამძიმებელ გარემოებად ჩაითვლება ისიც, თუ კი ძალადობრივი ქმედება არასრულწლოვანის მიმართ ან მისი თანდასწრებით იქნება ჩადენილი. ერთი სიტყვით, ცვლილებები როგორც თეატროლოგიანი განმარტავს, ვრცელი და ნოვაციურია. ნუცა ტრაპაიძე დღეს ამ თემაზე უფლებადამცველებთან ერთად მოქალაქეების მოსაზრებებითაც დაინტერესდა. უნდა დაისაჯონ თუ არა ქალებზე მოძალადე მამაკაცები უფრო მკაცრად. ამ შეკითხვით დღეს ქრონიკამ ორივე სქესის წარმომადგენელს მიმართა. ჩაწერილ მამაკაცთა ნაწილი მიიჩნევს, რომ ქალზე ძალადობის ფაქტები ხშირი არ არის, შეფასებები კი უმეტეს შემთხვევაში გადაჭარბებულია. ამბობენ, რომ არავის დასდევენ, შესაბამისად ადევნებისთვის სასჯელის მიღების არ ეშინიათ. ვერ ვხედავ იმას, რომ საზოგადოებაში, ზოგადად მთლიანობაში არის რაღაც ქალის უფლებები დარღვეული, სიმართლე რო გითხრათ. ქრონიკის მიერ გამოკითხულთა ნაწილი გვიყვება, რომ საქართველოში ზოგადად აგრესია ბატონობს, ამიტომ ქალების მიმართ ძალადობაში განსაკუთრებულს ვერაფერს ხედავს. აქვე იმასაც ამბობს, რომ ქალთა დაცვის ფონზე მამაკაცთა უფლებების დარღვევა არ უნდა მოხდეს. ეს არის საზოგადოებრივი წყობინა გამომდინარე და ამაში გასაკვირი არაფერი არ არის. ქვეყანაში სადაც ძალადობა ბატონობს ზოგადად, რა თქმა უნდა იქნება ქალთა მიმართ ძალადობა. თავად ქალბატონების სქესის განურჩევლად ნებისმიერი სახის ძალადობას ეწინააღმდეგებიან და უფრო მკაცრი რეგულაციების დაწესებას მიესალმებიან. ზოგადად ნებისმიერი მოძალადე, თუნდაც ქალი იყოს მოძალადე, ისიც კი უნდა დაისაჯეს. ხშირი ნამდვილად არის, მე თვითონაც ყოფილვარ მომსწრე, ანუ თვითონ ჩემ პირადად არ გამიცდია, მაგრამ მსმენია ბევრი ფაქტის შესახებ და ვფიქრობ, რომ სიმკაცრე აუცილებელია. ქალის მიმართ უკანონო თვალთვალი, სატელეფონო ან ელექტრონული საშუალებით არასასურველი კომუნიკაცია იძულება, რომ პირმა ცხოვრების წესი შეიცვალოს. ეს ქმედებები 2 წლამდე პატიმრობით დაისჯება. ერთი სიტყვით ამ ყველაფერს ცნება ადევნება მოიცავს და ის დასჯადი ხდება. იუსტიციის მინისტრი ცვლილებათა პაკეტს რევოლუციურს უწოდებს და დარწმუნებულია, რომ ის არასრულწლოვან ქალბატონებს განსაკუთრებულად დაიცავს. შემუშავებულია ქალებისთვის მათი უფლებების დასაცავად ძალიან მასშტაბური და მე ვიტყოდი რევოლუციური ცვლილებათა პაკეტი.
ცვლილებებს გადაუდებელ აუცილებლობად მიიჩნევენ უფლებადამცველები, თუმცა კანონმდებლებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ. ქალების უფლებების დაცვის ფონზე მამაკაცები არ უნდა დაიჩაგრონ. კორექციები იქნება საჭირო, იმიტომ რომ როგორც წესი, ფსიქოლოგიურ ძალადობას მამაკაცებიც განიცდიან. იზრდება დანაშაულის დამამძიმებელ გარემოებათა ჩამონათვალი, მათ შორის უფლებადამცველებმა არასრულწლოვნის თანდასწრებით ან მის მიმართ ძალადობრივი ქმედება გამოყვეს. ცვლილებათა პაკეტი 20 კანონს შეეხება. საქართველოს პრეზიდენტი სლოვაკეთს სტუმრობს. გიორგი მარგველაშვილს ცოტა ხნის